სკოლაში ყველაზე მეტად ვინც მიყვარს არის დირექტორი. პაზელნიკი არის ჩემი და. ხოდა პატარა ლექსი დავწერეთ და მინდა რომ წავუგიხო. გავშალოთ. აი ყავს. ის კაბელი გაწევს თორე. აში. მოგესალმებით ყველას. ესე იგი ძალიან ემოციური დღეა, აი ძალიან და არ ვიცი საიდან დავიწყო. ამდენი თბილი სიტყვა ჩემს მიმართ, მე მგონი მართლა არც ერთ ბოლოზარზე არ მომისმენია. ეხლა მოუყრი აზრებს თავს და დავიწყებ იმით, რომ ეს ბავშვები არიან ჩემი მეათე გამოშვება უკვე. სულ ამბობ ხოლმე ხა ყველა მე-12 კლასები მასწავლებლები ზოგჯერ მეუბნებიან ხოლმე რომ ბოლოს ყველა კარგი ხდება და მანამდე მოკლედ ზღაპრის ბოლო კეთილიაო ზუსტად ესეა. ნამდვილად დღევანდელ დღეს არიან ყველანი ძალიან საყვარლები და ძალიან კარგები. როგორც უკვე თქვენ ნახეთ, 38-მა ბავშვმა დაასრულა მე-12 კლასი. გულახდილი რომ ვიყოთ თქვენთან, გეტყვით რომ ესენი არ იყვნენ მარტივად სამართავი ბავშვები, ნამდვილად არ იყვნენ მარტივად სამართავი ბავშვები და სწორედ ამიტომ მე ამ კლასს მეამბოხეთა კლასი დავარქვი. ძალიან კარგები ხართ, ჩემო მეამბოხეებო, ძალიან კარგები ხართ და ძალიან მიყვარხართ. ეს იყო კლასი, გავიხსენებ ცოტა რაღაცას მაინც ამ ბავშვების შესახებ. ეს იყო კლასი, რომელიც ყველაზე ხშირად სტუმრობდა ჩემს კაბინეტს. და აი ამ ხშირმა სტუმრობამ იმდენად დაგვაახლოვა, რომ დღევანდელ დღეს ამ ზღაპრის ნამდვილად კეთილ ბოლოს მე თამამად შემიძლია უწოდო მათ, რომ ისინი არიან ჩემი მეგობრები ნამდვილად და მე ძალიან მეამაყება. და ძალიან დიდი ადგილი უჭირავთ მათ ჩემს გულში. როგორც გუგამ აღნიშნა, არ გადიოდა არც ერთი დღე, რომ ამ კლასიდან რომელიმე წარმომადგენელი არ შემოსულიყო ჩემთან და არ ეთქვათ, რომ როგორ ახართ სალომე მასწავლებლო, სკოლიდან ისე ხომ არ წავიდოდით, რომ თქვენ არ გვენახეთ. არ მახსოვს ბოლო 2 წლის მანძილზე არც ერთი დღე. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით და დამეთანხმებიან ბავშვები, რომ ყოველ დღე იყვნენ ესენი ჩემი კაბინეტის სტუმრები და მოსაფერებელ სახელებსაც მეძახდნენ ხოლმე და სწორედ ამ სიტყვისთვის, ამ სიყვარულისთვის დაიკავეს ჩემს გულში ძალიან დიდი ადგილი. ძალიან მიყვარხართ ჩემო ძვირფასებო, არაჩვეულებრივები იყავით. მინდა რომ თქვენი სავალი გზები დაულოცო. როგორც დღევანდელი დღე, ეს მართლაც ლამაზი თავგადასავლებით სავსე ზღაპარი კეთილად დაასრულეთ, კიდევ უფრო ბედნიერი და მართლაც ზღაპრული მომავალი მინდა რომ გისურვოთ. ერთმანეთი მინდა რომ ძალიან გიყვარდეთ, ადამიანები უნდა გიყვარდეთ უანგაროდ, თქვენი სამშობლო უნდა გიყვარდეთ უანგაროდ, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას დღეს ისე არაფერი არ სჭირდება, როგორც მისი უანგარო სიყვარულით გულანთებული ადამიანების სიმრავლე და მე ვიცი რომ თქვენი გულები ასეთი ანთებულია და უანგარო სიყვარულით თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ. წარმატებებს გისურვებ. მე აუცილებლად ვიტყვი ოქროს მედლის კანდიდატების შესახებაც, გავაჟღერებ მათაც ინფორმაციას. ამ კლასში 8 ოქროს მედალოსანია, ანუ წამოიწიეთ წინ ბავშვებო, რომ არავინ გამომრჩეთ. მოდით წინ. ნანუკა თურმანიძე, მარი ჩაბრაძე, ნოდო თოდაძე, ანდრო კომლაძე, ლუკა კიპაროიძე, ერეკლე ძინძიბაძე, მეტო გულიაშვილი, მარიამ ბაზაძე. მაგრამ კიდევ მეორე ბავშვებო, მე თქვენთვის მithქვამს ძალიან ბევრჯერ. ყველაზე ხშირად ამ კლასს ვეუბნებოდი ხოლმე და დღესაც გიმეორებთ. თქვენი ქმედებების უკან დგას ძალიან ბევრი ადამიანი და თქვენი თითოეული ნაბიჯი არ გეგონოთ, რომ მხოლოდ თქვენ გეკუთვნოდეთ. თქვენს უკან დგანან თქვენი ოჯახები, დგანან თქვენი მასწავლებლები და დგას ჩვენი არგვეთი სკოლა, რომლითაც ჩვენ ასე ძალიან ვამაყობთ. და არ უნდა გაგვიცროთ იმედები და თქვენი იმედი მაქვს, რომ იქნებით ძალიან მაგარი ბიჭები და გოგონები, რომლებითაც ძალიან ვიამაყებთ. წარმატებებს გისურვებ. ბოლოს მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გითხრათ მოწვეულო სტუმრებო, დღეს აქ მობრძანებისთვის, ჩვენი სიხარულის გაზიარებისთვის, ჩვენს არაჩვეულებრივ მშობლებს მინდა ძალიან დიდი მადლობა უთხრა გვერდით დგომისთვის. არგვეთის საჯარო სკოლის თითოეულ თანამშრომელს მინდა დიდი მადლობა უთხრა გაწეული შრომისთვის. მინდა დიდი მადლობა უთხრა იტავაზის, მახათაურის, გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლებს ამ ბავშვების აღზრდაში მონაწილეობის მიღებისთვის.
და ბოლოს ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა აი ამ ზღაპრის კეთილად გასრულებაში, ვისაც ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის ამ კლასების დამრიგებლებს, ჩემს საყვარელ გოგონებს, ნონა ხომასურიძესა და ინგა გულიაშვილს, მოდით ჩემთან. აქეთ, დამიშებით თქვენ. ესენი არიან ჩემი საამაყო გოგონები, ყოჩა თქვენ შემოგვირთასებო. ძალიან მიყვარხარ. აი ამიტომ აქვს თქვენი იმედი, რომ ასე ლამაზად დაასრულეთ ეს ერთი ზღაპარი. წინ გველოდება ძალიან ბევრი წარმატება, თქვენ რო ეყოლებით სკოლას იქ ახლა წარმატება. ეჭვის შეტანაც არ შეიძლება ამაში. მინდა რომ გისურვოთ ძალიან დიდი ბედნიერება, უამრავი წარმატებული თაობები გამოგეშვათ. მიყვარხართ და მეიმედებით. ძალიან დიდი მადლობა ყველას და წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ყურადღებისთვის. ალთება ინტერესები რა შეიძლება იყოს დირექტორისთვის ამაზე კარგი საჩუქარი, როდესაც ბავშვები აღიქვამენ, რომ არის საუკეთესო დირექტორი. დიდი სიყვარულით და პატივისცემით თქვენი მე-12 და B კლასის მოსწავლეებისგან. მიყვარხართ, ძალიან მიყვარხართ. ჩვენს უსაყვარლეს მანანა მასწავლებელს გთხოვთ, რომ დაგვილოცოთ ჩვენი საყვარელი ბავშვები.